ჩვენ მოგმართვის პრეტენზია. წაიყვანონ იმ ბაღში, სადაც იძინებენ გენაცვალე, წაიყვანონ იმ ბაღში. წაიყვანონ და დააძინონ. უნდა გამოსდაძინონ კაცო, რა ბავშვი ყველა ხო წაიყვანს. ჩვენა ყვა რაც სამი ჯგუფი გვაქვს, ბავშვებიც ბევრი ყვა. წაიყვანონ და დააძინონ, სადაც იძინებენ იქა. რა პრეტენზია აქვს მაგ ვიღაცას? რომელიმე და იჩი არა. პრეტენზია არავის გამოუთქვია თუ შობლებს პრეტენზია როგორ არ იქნება ხაშუათი? არა, მომხედეშულო, თუ პრეტენზია აქვს, მე მაგალითად რომ მივიყვან ჩემსას, თუ მეტყვიან რომ არ არის საშუალება ძილისა მენდომება და არ მენდომება არ დავტო. არა, ხო მართალია ეგრე. მე ჩემი შვილი რო არ მინდოდა რომ მინდოდა დაეძინა, არ დავტოვე. 40 წელიწადია გახსნილი. მაგან მივიყვანე. არავის არ უთქვია ეხლა პრეტენზია თქვა ესეო და კანონი გვეუბნება თუ ბავშვს არ უნდა ნუც დაუყვირებ, ნუც აჭმო ძალათია. ჩვენ ძალათი ვაჭმევთ. ძალა. შობლების იძახიან თვითონ რომ საღამოთი რომ მოდიან ძალიან დაღლილები არიან, არაფერს თავი არა. ეგ რომელი ბაღისა? ჩვენი კი. ჩვენი არც ერთი რომელი 6 წლიანები თუ 4 წლიანები? მაგას სამშობლოა აქვს, ხო ფაქტია რომ ბავშვებს არ ჩვენთან არ უნდა იყოს ეგ პრეტენზია, რომ გავითვალისწინოთ და ის ერთი ბავშვი იქნება თუ გამონაკლისი, შევიყვანთ 3 წლიანებში დავაძინებ. არ აქვს თხოვს კანონი უკვე ახალი ტრენინგები რო ივლენ. არ არის ძილი აუცილებელი. არ უნდა გაანერვიულოთ ბავშვი, არ უნდა იმას აკრათ როგორც უნდა ნებაზე მივუწით, თუ კი დაანგრიოთ ეს გადავიღოთ ფოტოები, მაგრამ უფლებას არ გვაძლევს. არა, მე ვერ მოგცემ თუ. არა, მე წეღნაც გითხარით. უფლებას ბავშვები არიან? გითხარით რომ ჩვეულებრივი ჯგუფია, საწოლები არა დგას.